მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა დავადგით საშველი და დავამონტაჟეთ ნეპალში მოგზაურობის მეორე ნაწილი. როგორც წინა ვიდეოში აღნიშნეთ, აქ მეგობრების საქორწინო ცერემონიებს ვესწრებოდით, რომელიც იმაზე მეტი აღმოჩნდა რაოდენობრივად, ვიდრე ქართველებს გვაქვს. რაც შემოიფარგლებოდა ჯერ პატარძლის სანიშნობო წვეულებით, შემდგომ სიძის ნათესავების შეკრებით, შემდეგ პატარძლის და სიძის საერთო კოქტეილ წვეულებით, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდა მეგობრებზე იყო გათვლილი და ყველანაირი ბიძა, ბიცოლა და მამიდა ციცო მოტეხილი იყო ამ წვეულებიდან. შემდგომ ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ტრადიციული ქორწინების ცერემონიით, რასაც დეტალურად შემდეგ ვიდეოში გიჩვენებთ. ამ ყველაფრის პარალელურად ვათვალიერებდით ნაციონალურ ღირსშესანიშნაობებს და უფრო მეტი გავიგეთ ნეპალურ კულტურაზე, ასევე მათ მრავალფეროვან ქვეყნის ისტორიაზე და დავაგემოვნეთ ტრადიციული ნეპალური სამზარეულო. არ გეგონოთ, რომ ამ დატვირთულ ქუჩაზე ტურისტულ ადგილას ვართ. თითქმის ყველა ქუჩა ასეთი გადატვირთული და ხმაურიანია. კვირის ნებისმიერ დღეს, განსაკუთრებით კი უქმეებზე. აქ მიმართებოდით ცნობილ დურბარის სკვერზე, ჩვენს მეგობრებთან ერთად. როგორც ჩვენმა მეგობრებმა დაგვარიგეს, კატმანდუში სიარულისას ყურადღებით იქნებით ნებისმიერ ჩიხსა თუ ეზოში აღმოაჩენთ ისტორიულ ძეგლს, ან სამლოცველო ტაძარს. აი, აქაც ჩვენი მეგობრები ამ სამლოცველოს შესახებ გვიყვებიან, რომის ნეპალის მონარქიული პერიოდიდანაა. დაზუსტებით კი მე-12 საუკუნიდან და დღემდე ძველი სახით შემორჩა ქალაქის შუაგულში. ის იუნესკოს მიერ აღიარებული ისტორიული ძეგლია. ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ ისტორიულად მთელი სამლოცველო ოქროთი იყო გაწყობილი. ახლა კი უბრალოდ ოქროსფერი დეტალები აქვს გარშემო. დურბარის სკვერი ისტორიულად იყო სამეფო ოჯახის სასახლეების ნაკრები. დურბარ ნიშნავს სასახლეს. ამ სკვერში თავმოყრილი ტაძრები სხვადასხვა ეპოქაში აშენდა. არქიტექტურა ძირითადად ნევარული სტილისაა, ხის დეტალური ჩუქურთმებითა და მრავალსართულიანი პაგოდებით. როგორც ხედავთ, შენობების ნაწილი რესტავრირების პროცესშია. რადგან 2015 წლის შემზარავი მიწისძვრის დროს ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობა დაზიანდა და მას შემდეგ ცდილობენ, რომ ყოველ დაზიანებულ შენობას პირვანდელი სახე დაუბრუნონ. აქ მოხვედრა ტურისტებისთვის ფასიანია, ადგილობრივებისთვის კი უფასო, რაც ნამდვილად სამართლიანია. ხალხი მოდის დურბარის სკვერზე სალოცავად, ასევე პერფორმანსების ჩასატარებლად. ისინი ან ტრადიციულ ტანსაცმელში არიან გამოწყობილები, ან კი თანამედროვე. ძალიან ბევრი ადამიანი კი აქ იმისთვის მოდის, რომ ცოცხალ ქალღმერთ კუმარის თვალი მოჰკრას, რადგან მათ სჯერათ, რომ კუმარის კურთხევა წარმატებასა და დაცვას მოუტანთ. დათვალიერების შემდეგ შევხვდით ჩვენს მეგობრებს, რომლებიც მკერავთან დავტოვეთ, აი იმ ტრადიციული სამოსის შესაკერად, რომელსაც ბიჭები ქორწილის ცერემონიაზე მოირგებდნენ. ჩვენ გოგოები კი სარის და სხვადასხვა აქსესუარების საყიდლად ვიყავით წასულები. შეხვედრის შემდეგ ყველამ ერთად გავაგრძელეთ აქაური ბაზრის დათვალიერება. სასტუმროში დაბრუნებისას მე და დათო მეგობრების რჩევა გავითვალისწინეთ და ერთ-ერთ ჩიხში ლამაზ მოედანს გადავაწყდით. როგორც გავარკვიეთ, ეს ტაძარი არის მინი ვერსია ცნობილი მაიმუნების ტაძრისა, რომელიც კატმანდუს მთებში მდებარეობს და იქ ბერებთან ერთად ნამდვილი მთის მაიმუნები ცხოვრობენ. მაიმუნების ტაძარსაც შემდეგ ვიდეოში გიჩვენებთ. მინი ვერსიის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ეს შუაგულ ტემალზეა ერთ-ერთ ვიწრო ჩიხში და ნამდვილთან შედარებით ზომაში ბევრად პატარაა. ლეგენდის მიხედვით, ერთმა ვაჭარმა, რომელმაც ვერ შეძლო მთაში ასვლა, რომ მაიმუნების ტაძარს სწვეოდა, ააშენა ეს მინი ვერსია შუაგულ ქალაქში. ადგილობრივებს კი სჯერათ, რომ მისი მონახულებაც ისე უხდება სულიერებას, როგორც ნამდვილი მაიმუნების ტაძრის. მესამე დღეს შემოგვიერთდა სუშანის და დათოს კლასელი მაიკლი, რომელიც ასევე ქორწილზე დასასწრებად ჩამოვიდა აქ. ერთად გადავწყვიტეთ, რომ სანამ სიძე პატარძალი წვეულებისთვის ემზადებოდნენ, ჩვენ ცნობილი ტაძარი ბუდას სტუპა დაგვათვალიერებინა. მოედანი, სადაც სტუპაა განთავსებული, ხმაურიანი ტამელისგან დაახლოებით 20 წუთის მოშორებითაა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ქაოსს გავცდით, სიმშვიდე და სიწყნარე არც აქ დაგხვდა. ასევე საკმაოდ გადატვირთული ქუჩები და უამრავი ხალხი, რომლებიც ჩვენსავით ამ ადგილის მოსანახულებლად იყვნენ მოსული. გარშემო კი ძალიან ბევრი მაღაზია დაგხვდა. ტაძარში შესვლა ტურისტებისთვის ფასიანი იყო, რა თქმა უნდა, და მოქალაქეებისთვის უფასო. ჩვენი მეგობარი მაიკლი კი აქ ცდილობდა მოლარისთვის ეთქვა, რომ თვითონაც ნეპალელია, თუმცა მაიკლი ეთიოპიიდანაა. მოლარემაც ეჭვს თვალით შეხედა და მაინც მოგვიწია საფასურის გადახდა, რადგან არც ერთი არ გვგავდით ნეპალელს. მოედანი, სადაც ბუდეს სტუპაა განთავსებული, ძალიან დიდი აღმოჩნდა. ჩვენც ეგრევე მოვიხიბლეთ იქაურობით. სტუპას გარშემო მოთავსებულია სალოცავი ბორბლები, რომლებიც მომლოცველებმა საათის ისრის მიმართულებით უნდა დაატრიალონ. ეს რიტუალი ცნობილია როგორც კორა. ეს ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუდისტური სიწმინდეა ნეპალში. ის მე-5 საუკუნეში აშენდა და ტიბეტური გადმოცემის მიხედვით სტუპა ააგო ქრიუმაქალმა, მას შემდეგ რაც ნეპალელი მეფისგან ნებართვა აიღო. 1979 წელს კი ბუდა სტუპა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ამ ტაძრის არქიტექტურა ძალიან სიმბოლურია. ის ყველაზე დიდი სფერული სტრუქტურაა მსოფლიოში. ცენტრალური თეთრი გუმბათი წარმოადგენს სამყაროს სიმბოლოს. ზემოთ მოთავსებულია ოქროს კოშკი, რომელსაც 4-ვე მხარეს გამოსახულია ბუდას თვალები, რაც სიბრძნისა და ყოვლის მხედველობის ნიშანია. თვალებს შორის მოთავსებულია ნეპალური რიცხვი 1, რაც ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს, თუმცა ხშირად კი ხალხს ეს უბრალოდ ცხვირი გონია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ნატურალური ქვები და სხვადასხვა სუვენირები შევიძინეთ ოჯახის წევრების და მეგობრებისთვის. ძალიან დავინტერესდით ამ ფერადი დროშების მნიშვნელობით, რომელიც არა მარტო აქაურობას ამშვენებს, არამედ თითქმის ყველგან შეხვდებით ნეპალში. გავერკვიეთ, რომ ამ დროშების თითოეულ ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივ ელემენტებს გამოხატავს: ცა, ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა. ბუდისტებს სჯერათ, რომ ქარი, რომელიც ამ დროშებს აფრიალებს, მომლოცველების თხოვნებს ჰაერში ავრცელებს. რადგან ძალიან ცხელოდა, მიუხედავად იმისა, რომ შუა აპრილი იყო, მალე დავიღალეთ და გადავწყვიტეთ სასტუმროებში დაბრუნება. საღამოს კი ერთად სავახშმოდ გასვლა. უკან დაბრუნებისას, რა თქმა უნდა, უარი ვეთქვი აქაურ მინი სუპერმარკეტში შემეჭყიდა და ხელს გამოუყოლეს სხვადასხვა ტკბილეულობა. შემდეგ ვიდეოში კი შემოგთავაზებთ ნამდვილ ნეპალურ ქორწილს.